კომპანიების პირველი შეხება თავის მომხმარებლებთან გადის ამ იმიჯზე, ხო, რომ აი როგორია ეს კომპანია, ეს ბრენდი, რაინით ესაუბრება თავის მომხმარებელს და ამ ენას სწორედ ვინც აყალიბებს არის კოპირაიტერი. კოპირაიტერის პროფესია და დღეს ანა მამაცაშვილი არის ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა ანა, რომ დღეს მოხვედი აქ და ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც შენს პროფესიას ეხება. თან ამ პროფესიას ეხება მრავალ მხრივ, ხო? კოპირაიტერი ხარ თან მწერალი, რომელიც იდეაში ხანდახან ამ სიტყვებს სინონიმად იყენებენ ხოლმე, ხო? რომ აი ქართულად რომ ვთქვა კოპირაიტერი არის მწერალი. მწერალი, კი ბატონო. მოგვიყევი ზუსტად შენს საქმეს ვიწყებთ ხოლმე ტრადიციულად, რას მოიცავს შენი ყოველდღიური საქმიანობა აჭარავეთში? კი ბატონო, ყველას მივესალმები პირველ რიგში. ესე იგი კოპირაიტერი, ანუ უკვე პირველ რიგში ვიტყვი რომ უკვე 4 წელია მუშაობ აჭარავეთში ამ პოზიციაზე. ანუ ძალიან კარგი გუნდის წევრი ვარ. ასევე ნუ კოპირაიტერის მოვალეობებში რა შედის, ხო, ძირითადად წერა. მარკეტინგულ ტექსტებზე მუშაობ ძირითადად, სარეკლამო ტექსტებზე და ნუ რა თქმა უნდა, მთავარი იდეა ის არის კოპირაიტერის, რომ ისეთი ტექსტი მიაწოდოს მომხმარებელს, რომ რაღაცა ქმედება გააკეთებინოს, რამეზე დააჭიროს, რამეზე გადავიდეს, დააინტერესოს პირველ რიგში, ხო, ეგ არის მთავარი მისია, ხო? შესაბამისად ხარ კომპანიის ენა. კომპანიის ენა, კი ბატონო, ბრენდის ენა, კი ბატონო. ანუ რაღაცა კომპანიას გააჩნია საკუთარი ენა, ხო, რითაც ეკონტაქტება მომხმარებელს. უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს ეს ენა, დიდი ხანი მუშაობდით ამ ენაზე და ძალიან საინტერესო ჯურნი იყო სხვათა შორის. როგორ ვესაუბროთ მომხმარებელს, თავიდან რაღაც თქვენობითი მიმართვა ქონდა რაღაც ერთ პერიოდი, მერე რაღაც გადავწყვიტეთ, რომ ცოტა დაუახლოვდეთ ამ მომხმარებელს და ხო, უშუალო ურთიერთობები, ხო, მეგობრული, უშუალო შენობით ფორმაზე. ხო, შენობით ფორმაზე გადავწყვიტეთ. ისეთ რეები არის გასათვალისწინებელი, როდესაც აი ბრენდის ენას აყალიბებ. აი ვიცი რომ აი ამ მართლა ცხანგრძლივი პროცესი იყო, როცა აი თითო წერტილმძიმეს ვამოწმებდით და აი როგორ მივმართოთ, ტონი როგორ შევიმუშაოთ და აი ეს შიგნიდან რომ მოგვიყვა ეს პროცესი ძალიან საინტერესო იქნება. კი, ნუ რაღაცა არის რაღაცა ტექსტები, რა თქმა უნდა, რომელიც ცოტა როგორ თქვა, აი იურიდიული ტიპის ტექსტებია ვთქვათ და ცოტა ფაქიზად უნდა გადმოიყვანო ჩვენს ენაზე. ყველაზე რთული პერიოდი რაღაც მხრივ ეგ იყო და იურისტებთან ქონდა რაღაცა ისინი მოლაპარაკებები, ასე ვთქვათ, ვაწარმოებდით და ანუ საბოლოო ჯამში რაღაც ჩამოყალიბდით და ნუ როგორ თქვა, ნახევრად ფორმალური ტონი ავარჩიეთ და მაინც უშუალო დავტოვეთ. ანუ ეს მეგობრული ტონი ყველა ვარიანტში რჩება და შენობით, კი, მაგრამ კი, დოკუმენტაცია, რომელიც მასტია, რომ არსებობს ეს წესები და პირობები, რაღაცა და ასე შემდეგ. კი, აი ზუსტად ესეა. ხო და ნუ ეგ ერთი მხარე ვთქვათ და დანარჩენი ახლა მაგალითად სხვადასხვა ტიპის ტექსტებზე ხომ მუშაობ, რა თქმა უნდა, ახლა მარკეტინგულ კამპანიებზე და ვთქვათ რაღაცა ისეთ სცენარებზე, რაღაც შიდა კამპანიებზე, სხვანაირი ის არის, კიდევ უფრო მეგობრული და ცოტა შეიძლება ფლატ ფამილიარული არა, მაგრამ ნუ უფრო ისეთი. ხო, რაღაც ზღვარს იჭერმან, ხო, რა თქმა უნდა. და ახლა მომხმარებელთან მეტად უფრო დიდი ზღვარი უნდა დაიჭირო, რა თქმა უნდა და შესაბამისად ანუ ეხა მაგალითად აი ინტერფეისების ტექსტებზე რომ მუშაობ, ანუ UX ტექსტებზე, მან კიდევ უფრო ისეთი ნეიტრალური გჭირდება, თან ძალიან რთულია, აი რაღაცა ის დაიჭირო რა, ყველაზე გამომწვევი, ასე ვთქვათ, სამუშაო არის UX კოპირაიტერის. მოდი ესე ვიტყვი, თუმცა ძალიან საინტერესო, ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ. და ნუ აი ეს ყველაზე რთული და ყველაზე დიდი გამოწვევა არის ალბათ ყველაზე მოკლე ტექსტის დაწერა, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ხო? კი, ზუსტად, რა, აი მოკლედ, ლაკონურ რაღაცა საზღვრებში 6-4 სიტყვაში გააგებინო ყოველთვის ჩადო ის თავარი ინფორმაცია და სწორედ მიაწოდო, რომ კარგად გაიგოს მომხმარებელმა. ეგ არის ყველაზე დიდი გამოწვევა, მაგრამ ნუ დროსა და მასთან ერთად მოდის, რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება და ხვდები უკვე, რომ იცნობ თან შენს მომხმარებელს, რა თქმა უნდა, ხვდები როგორ მიაწოდო უკვე ეს ტექსტი. რამდენად დეტალიზაცია ჭირდება, არ ჭირდება, ვთქვათ, რამდენად დაინტერესებს კონკრეტულია ეს ფორმა, როგორი ფორმა შეურჩიო ფორმულირება, ხო, როგორ რეაგირება იქნება, კი. პრინციპში ფიდბექი გვაქვს, ხო? კი ბატონო, კი, კლებებს ატარებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში და იქიდან მოდის ფიდბექი და რა თქმა უნდა უფრო გვიადვილებს ეგ საქმეს რა. აი ეს UX კოპირაიტინგი ახსენე და ეს საინტერესო თემა არის, ჩვენ ერთი ეპიზოდი გქონდა მაგაზე მიძღვნილი UX დიზაინზე უფრო, რომელთანაც ჩვენ ამ გუნდთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ.
პროდუქტების კულტა კი ბატონო. ანუ UX-ი რა არის, ხო? ეს არის მომხმარებლის გამოცდილება, პირდაპირ ასე ითარგმნება. და ტექსტების მიმართულებით რო ავიღოთ, აქ შენ გიწევს ფაქტიურად არა მარტო ტექსტის დაწერა, არამედ ზუსტად მორგება იმ პროდუქტზე თუ იმ რაღაც არხზე, რომელშიც მიდის კომუნიკაცია, ხო? იმიტომ რომ იქ მარტო ტექსტი წაიკითხა არ არის, ხო? იქ მომხმარებელმა პირველისად გაიხედა, თითისაც დააჭირა, რა გაიგო ამ ტექსტიდან, რა ტექსტიდან რაზე ერორი რა მოუხდა, იქ რა შეხვდა და ასე შემდეგ, კი ბატონო. შესაბამისად რაღაც შეიძლება ითქვას, რომ UX copywriting-ი ზოგადად copywriting-ის რაღაცა მიმართულებაა თუ კიდე ცალკე პროფესიაა? ქვე პროფესია, მოდი ესე ვთქვათ, ანუ copywriting-ს ან დროთა განმავლობაში გაიყო მე რაღაცა ქვე პროფესიებად, არის SEO copywriting-ი, UX copywriting-ი, ყველაზე ალბათ ერთ-ერთი მოწინავეა რა, ანუ ყველაზე ისეთი. SEO და UX. SEO და ხო, SEO ანუ საძიებო სისტემების ოპტიმიზირებულ ტექსტებს წერ, ძირითადად keyword-ებზე მუშაობ. და UX copywriting-ი არის აი მომხმარებლის გამოცდილებაზე დამყარებულ ტექსტებს წერ, ძირითადად ინტერფეისი, აი ნავიგაცია მაგალითად, როცა რამე აპლიკაციას ჩამოწერ, ნავიგაცია რო გჭირდება, რაღაცა ეგრეთ წოდებულ ერორებს რო ამოაგდებს, რაღაც შეცდომებს. ან onboarding-ი მაგალითად ხო რო იწყება? ან onboarding-ი კი ბატონო, ხო, მაგით იწყება რეალურად კი ბატონო. ნუ მოდი UX რო რახან მაგაზე დავიწყოთ საუბარი, მაგაზე გავაგრძელებ. ნუ საკმაოდ საინტერესოა. მოდი ვიტყვი რომ ჩემი ესე ვთქვათ გამოცდილება დაიწყო აჭარებით აპლიკაციის ან ჩავერთე მაგ კამპანიაში კი არა და UX როგორც პროექტში კი ბატონო, როგორც UX copywriter-ი. პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ გამოცდილება არ მქონდა ამ კუთხით, მაგრამ ნელ-ნელა თავიდან რომ ჩავერთე ჩვენი senior copywriter-ი ქეთიდია სამიძე იყო, ძალიან დამეხმარა, ბევრ რაღაცა მასწავლა და ნუ უკვე შემდეგში მე თვითონვე რა თქმა უნდა დროსთან ერთად ავეწყე ასე ვთქვათ. ძალიან საინტერესო იყო, ტექსტებს ვამუშავებდი სამ ენაზე, ნუ რა თქმა უნდა პრიორიტეტი ქართული იყო. საკმაოდ ისეთი განსხვავებული პროცესი იყო, იმიტომ რომ იქ სხვანაირი მოთხოვნილება მომხმარებლის მიმართ, ხა მარკეტინგული კუთხით სხვანაირია. აქ რაღაც ელოდებიან ხო იმ მარკეტინგულ იმაში ტექსტებზე, რომ აი რაღაცა უნდა გავაკეთო, რაღაც როგორ თქვა, პრიზი იქნება ბოლოს და აქ არის უბრალოდ როგორ თქვა, პროდუქტს აცნობ მომხმარებელს. ოღონდ ისეთი ენით უნდა გააცნო, რომ მე კიდე მოუნდეს გაგრძელება რა ქმედების. ხო, ანუ აი ეგ არის ყველაზე ალბათ რთული, რომ აი და მაქსიმალურად მარტივად უნდა დაწერო მოკლე ტექსტები, პლუს უნდა გაითვალისწინო რაღაც დეველოპმენტის ნაწილი, ანუ პროგრამირების როგორ და ხო ტექნიკური ნაწილებიც არის, ხო? რა თქმა უნდა. ეგეც პლუს დიზაინერთან რაღაცა გაეტევა, გადადის თან ყოველთვის იცვლება ეგ. ანუ შეიძლება რაღაც ერთ ტექსტი დაწერო, მე გეტყვიან რომ იცი რა, აი ესე მოხდა რომ აი დეველოპმენტში არ ჩაჯდა და უნდა შეცვალო. და ხშირად ხდება და ეგეც რა თქმა უნდა ისეთი ის არის. ისე ტრადიციულ მარკეტინგულ იმაში copywriting-ში ეგეთი შეზღუდვები, ნუ არა, იქაც იცვლება რა თქმა უნდა, მაგრამ ტექნიკური მხრივ ხო უფრო ნაკლებად არის რა, თუმცა ეხლა შინაარსობრივი და ესეთი. კი, ხო, შეიძლება რაღაცა ვთქვათ შეიცვალოს თვითონ აქციაში რაღაც შინაარსეულად და მაგას უნდა მიყვე მაშინ და ნუ იდეაში დიდი ის არ არის და აქ რა თქმა უნდა უფრო ისეთია რა, ანუ უფრო მეტი გამოწვევა ასე ვთქვათ. ხო ძალიან ის არის რა ქვია, აი ეს ნავიგაციის კუთხით მაგალითად რა, აი იმდენად როგორ თქვა, ძალიან ესეთი აკადემიური ენით რო დაწერო, ანუ მომხმარებელი ვერ მიხვდება. თან ჩვენი მომხმარებელი რო ვიცით, უფრო მარტივი ენით უყვართ, აი ყველგან ეგრეა. ხო, მართალია. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, აი რაც უფრო მარტივი და მოკლეა ტექსტი, მით უფრო იკითხება. და რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტად ვიზუალთან აქვს, ასე ვთქვათ, კავშირი, რაღაც ვიზუალურ სივრცეში რაც უფრო ტექსტი არის მოქცეული, მით უფრო მარტივად იკითხება რა. ან ბოლო ტენდენცია ეგეთია. ეგ მე მგონი ყველა სფეროში ეგრეა, ანუ ზოგადად ეგრეა. თუნდაც აი მეცნიერულ ტექსტებსაც ხშირად ვკითხავ, ხოლმე იქაც აი ამ გამარტივებისკენ და მარტივი მაგალითებით ან ისეთი დიდი თეორიების თუნდაც გადმოცემა არის ძალიან ტრენდული და ალბათ ძალიან სწორიც, იმიტომ რომ თუ შენ რაღაცა ისეთი ტექსტი დაწერე, რომელიც სამაკაცმა გაიგო, შენს გარშემო შენი კოლეგები არიან, ხო, ღირებულება აღარ აქვს, ხო? და მით უმეტეს თუ შენ მარკეტინგის სფეროში ხარ და ინდუსტრიაში, რომელიც მასობრივ კომუნიკაციაზე დგას, იქ
ცხადია, რაც უფრო მარტივი და რაც უფრო გასაგები და ლაკონური იქნება შენი გადმოცემული ინფორმაცია, მით კარგად იმუშავებს, ხო? ეგ ძალიან ბუნებრივი რაღაცა არის. ხო, ну ზოგადად ეხლა მართლა ეგეთი ის არის, რომ აი იმდენად ან სხვადასხვა სეგმენტია, ეხლა რა თქმა უნდა, ყველას თავისი ის აქვს ინტერესი, მაგრამ მაინც აი როგორ თქვა, დიდ ტექსტებს აღარ წერენ, მე მგონი, ესე მგონია რა, აი даже ბლოგს რო წერს ვიღაცა, აი ეგეთი ტიპის ტექსტებიც მაქსიმალურად მოკლე და რაღაც კონკრეტულ თემაზე უფრო ბევრად როგორ თქვა, კონცენტრირებულია, ფოკუსირებული, კი ბატონო. ეს ეხლა შენი მეორე პროფესიაც უნდა შემოვიტანოთ აქ, იმიტომ რომ იდეაში ახლა რასაც ჩვენ ვამბობთ, ხო, ეს მოკლედ გასაგებად კონცენტრირებულად წერა, ეს ალბათ გარკვეული სფეროს ნაწილი არის. ახლა მხატვრულ ლიტერატურაში ეგრე არ არის, ხო? ან როგორ ვფიქრობ, შენ აი ჯერთი ვთქვათ ის, რომ შენ თან წერალი ხარ და მიგიღია მონაწილეობა მიცვაკში სახლში შენ დაწერილი მოთხრობა, ის ინსომნიაში პროექტში იღებდი მონაწილეობას, აი როგორ გეხმარება შენ ეგ წერლობა, ეგ შენი პროფესია, იმიტომ რომ წერალი მანამდე იყავი, ხო? ზოგადად კოპირაიტერი გახდები. შეიძლება ეგრეც ითქვას, კი ბატონო. ხელს უწყობს, ხელს უშლის, რაში გეხმარება, რაში არ გეხმარება, ეს ორი სფერო შენი ცხოვრების. კი ბატონო. ну პირველ რიგში ალბათ მგონია, რომ ეს წერლობის დამსახურებაა, რომ რაღაცა კრეატიული იდეები გიჩნდება, ხო? ანუ კრეატივში მეხმარება, ასე ვთქვათ, შემოქმედებითობაში. ასევე ანუ ყველა ვარიანტში ხო იმ წერლის მთავარი მისიაა რომ დააინტერესოს თავისი მკითხველი ხო და ესეც ну მაგ ხრივ პარალელია უკვე კოპირაიტერთან ხო ყველა მხრივ რაღაცაზე ან მოუწოდოს ხო ყურადღება მიიქციო კი ბატონო ყურადღება მიიქციო ну ეს არის ალბათ ორი მთავარი რაც წერლის კუთხით ეხმარება კოპირაიტერს ან თითქმის იგივეა პრინციპში უბრალოდ სხვადასხვა ის არის ამოცანა სხვადასხვა კი ბატონო კიდევ რა ვიცი ან ძალიან ის არის ეხლა ну იმდენად განსხვავდება პრინციპში მართლა ამოცანა ამათი რომ ეხლა ეს პირიქით უფრო მოკლე ტექსტებზეა ხო ორიენტირებული თქვა გინდა კოპირაიტინგი მთლიანობაში და გინდა UX-ი და ესე რომ დაყო ხო და აქ ვრცელ ტექსტს წერ ო მანდაც არ უნდა გაგექცეს ხო ხო მანდაც არ უნდა გაგექცეს ხო მოცულობისთვის არ უნდა წერო ხო ანუ მანდაც რაღაცა ოქროს წესი არსებობს მით უმეტეს ამ ბოლო პერიოდში რა თქმა უნდა გაითვალისწინოს ზუსტად ეგ რომ არ უნდა გაგექცეს ძალიან რაღაც ნამეტან მხატვრული მეებში არ გადახვიდე იმიტომ რომ ძალიან უკვე რთულად იკითხება ეგ ყველაფერი. ეხლა ბუმბერას კლასიკოსებს არაფერს არ იმაშვები, მაგრამ ეგენი ყოველთვის წაიკითხება, მაგრამ მაინც ეხლა თანამედროვე ესე ვთქვათ ლიტერატურის ამბავში ალბათ მგონია რომ უფრო აი კონცენტრირებული, ფოკუსირებული რაღაც კონკრეტულ სიუჟეტურ ხაზზე უნდა იყოს. აი განვითარებაზე რა, უფრო მეტი აქცენტი და შესაბამისად უფრო მეტი. მაგრამ აი თვითონ ახლა მხატვრულ ლიტერატურას რო კითხულობ, თუნდაც აი გარემოს აღწერა, სეტინგი, პერსონაჟის განვითარება, აი ესეთი მოცემულობები ძალიან კარგად ავსებს მთლიან სიუჟეტს, ხო? ანუ მანდ მთელი ეს დრამატურგია რო შემოიტანო და იმისთვის რომ სიუჟეტი სწორად წაიყვანო, ბევრი ინფორმაცია უნდა მიაწოდო მკითხველს, ხო? აქაც მნიშვნელოვანია ეგ ელემენტები. ხო, აი პატარა გამოცდილებას მოუყვები მაგალითად, ну არის თქვათ მოთხრობას როცა წერ ან რა ვიცი რომანს რასაც წერ ზოგადად, ამ თავიდან ხშირ შემთხვევაში იდეა მაინც გიყალიბდება თავიდანვე. და შინაარსი არის ხოლმე რომ ზოგჯერ თქვათ ან თავიდან გაქვს ჩამოყალიბებული ანუ უკვე რაღაც მიახლოებით სიუჟეტური ხაზი. ან როცა წერ მე ნელ-ნელა მოდის ეს მუზა და აგრძელებ და აგრძელებ. ხმა ორივე გამოცდილება მქონდა. კი ზუსტად. პროცესმა მოგიტანოს ხო ეს? კი ბატონო. ხო, ახლა ინსომნიაზე ვიტყვი რომ აი მაგალითად პირველი მოთხრობაც და მეორეც ორივე იყო სიზმრებზე დაფუძნებული. ან რაღაცა ისე სიზმრები და მე სიზმრე რომ გადავწყვიტე რომ ხო ზუსტად მოთხრობად გადავაქციე და ანუ აი მეორე შემთხვევაში თან ინსომნია რო ქვია ხო იმიტომ ერქვა რომ ესეთი ის არის პირობა რომ როცა გახვალ კონკურსში მეორე მოთხრობას წერ ისეთ სივრცეში მთელი ღამის განმავლობაში დახურულ სივრცეში შესაბამისად ან მომიწია ზუსტად ეგეთ გარემოში ამ მეორე მოთხრობის წერა და ძალიან საინტერესო იყო სიუჟეტი დაახლოებით ვიცოდი იდეაც მქონდა მაგრამ იმდენი რაღაც ინფორმაცია ესე ვთქვათ გავარკვიე და ჩავდე ამ მოთხრობაში ანუ
თავიდანვე შევკარი სიუჟეტი და ძალიან საინტერესოა. წერის პროცესში, ხო? კი, წერის პროცესში, ხო, ის რაღაცა გავარკვიე, მე მეორეს ის ვქენი ისა და ძალიან საინტერესო იყო, რა ფაქტობრივად ვიმოგზაურე საკუთარ მოთხრობაში და ძალიან კაი პროცესი იყო, სასიამოვნო. ზოგადად წერა ძალიან სასიამოვნო პროცესია. ერთ მოთხრობაზე ვარ გაჩერებული, სხვათა შორის და ვამუშავებ და ჟანრი ალბათ დეტექტიური, მისტიკა და დეტექტივი ერთად იქნება და სხვათა შორის ქართულ ამბავზეა, საქართველოში მომხდარ ამბავზეა. აი, აღარ დაგოსპილე. კარგი. დავჩერდები. კი ბატონო. კაი, ანა, ეხლა ბევრი ადამიანი შეიძლება გვიყურებს აქ, ჩვენ ყოველთვის გვაქვს ეს თემას ვშლით, ასე ვთქვათ, ჩვენს პოდკასტებში, რომ ვინც შეიძლება თავის თავს ხედავდეს იმ პროფესიაში, რომელზეც რითიც შენ ხარ დაკავებული, აი რას ეტყოდი მათ, აი რა უნარები არის საჭირო იმისთვის, რომ ადგე და გახდე კოპირაიტერი, ან ადგე და დაიწყო იმ მიმართულებით საკუთარი თავის განვითარება, რომელსაც შენ აგერ ჩამოყალიბდი, ხო? კი ბატონო, ნუ აი მგონია რომ მაინც არ არის აუცილებელი რომ რაღაც დაბადებიდანვე მწერალი იყო, ან ძალიან ისეთი ეგეთები არ არსებობს. ხო, არა არსებობს, მაგრამ ნუ არ არის მარტო მაგაზე, რა თქმა უნდა, უფრო გამოცდილებაზე არის და მონდომებაზე პირველ რიგში. ნუ არიან რა თქმა უნდა, ალბათ, ვისაც წერა დიდად არ სიამოვნებს და ნუ ეგეთი ადამიანი არ დაინტერესდება, ხო, ეგეთი პროფესიით შესაბამისად, უფრო მეტი მონდომება, ინტერესი რაღაცა კრეატიულობის ნაწილი აუცილებლად უნდა კონდეს ალბათ ჩემი აზრით და მე უკვე როცა დაიწყებს ამ პროცესს მაქსიმალურად როგორ თქვა გაარკვიოს აი დღევანდელი ტენდენციები ამ წერაში რომელი უფრო მოწინავე რომელთაც დაინტერესდება ალბათ რა ჯერ გაარკვიოს რა პროფესიებია იქვე პროფესიებზე რომ საუბრობდი ან რომელთაც უფრო დაინტერესდება რა თქმა უნდა იმას უნდა მიყვეს და უფრო მეტი ინფორმაცია გაარკვიოს მოკლედ ამ სპეციალობაზე უფრო მე უნარები დახვეწოს გამოცდილება დაჭირდება ამისთვის რა თქმა უნდა ჩვენთან რა შესაძლებლობები იყო აი როგორც დაიწყე შენ წერლობიდან მოხვედი ესე კოპირაიტინგის ნუ მანამდეც შენ რაღაც ტექსტებს წერდი ხო სარეკლამო ტექსტებს ნუ როგორ თქვა უფრო დიდი გამოცდილება მაინც აქ მივიღე იმიტომ რომ ძალიან მრავალმხრივი იყო თავიდან მარტივი ესე ვთქვათ გამოცდილება იყო რომ ნუ რაღაც ახლა თავიდან რომ მოდიხარ კომპანიაში ყველაფერი ახალია ანუ ესე ხარ რა მაინც ნერვიულობ მაგრამ ნუ იმდენად კარგ გუნდში ვიყავი ძალიან ბევრი რაღაცა მასწავლეს მითითებები იყო ისა ეს ძალიან საინტერესო იყო თავიდან პატარაც დავიწყე ხან თარგმანები იყო რაღაცა ხან რაღაც ტექსტების კორექტირებები და ასე შემდეგ და მე უკვე დიდ კამპანიებზე რო გავედი აი აქციებზე მანდ უკვე აი როგორ თქვა უკვე დიდი გამოცდილებას იღებ რა აი უფრო მეტი დეტალია რაც უნდა გაითვალისწინო იქ კონტაქტო პირველ რიგში დიზაინერებთან art დირექტორთან პროდუქტის მას რა ქვია ფლობელებთან ასე ვთქვათ და ეგენი გაწვდიან ძალიან დიდ ინფორმაციას რომელიც გეხმარება რა თქმა უნდა ეს ეგრეთ წოდებულ briefs რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ხო აი ეგ დამავიწყე მე თქვა რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია კოპირაიტერისთვის სწორად გაწერილი brief-ი აი ძალიან მნიშვნელოვანია რა მართლა იმიტომ რომ კი შეიძლება რაღაცები მოიფიქროს და კონდეს twin-ში რაღაცა მაგრამ როცა brief-ი მოწოდებულია იმის მიხედვით აგებს ასე ვთქვათ იმ შინაარს თუ ას თუ იდეას აყალიბებს უკვე ეხა ერთია როცა მწერალი თავის იდეა უდევს და მე მაგას შლის და მეორეა როცა რაღაც კონკრეტულ სეგმენტზე და ამოცანა არის ხო შესასრულებელი და მე მაგის გაშლა გჭირდება. რა თქმა უნდა ეხა თავიდან ცოტა რთული იყო, მაგრამ ნელ-ნელა ამდენ ხალხთან ერთად რომ მუშაობ აი დიდ კამპანიაზე, სწავლობ თან თანამშრომლობას, ანუ ყველა ასრს ითვალისწინებ და მე ნელ-ნელა აყალიბებ რაღაცა უკვე ესე ვთქვათ კოპის რომელიც საჭიროა რომ მიაწოდო იმ მომხმარებელს ზუსტად ისე როგორც თქვათ ჩამოყალიბებულია ისა ჯგუფი გუნდი რომელთანაც ერთად მუშაობ. ბრიფი რას უნდა მოიცავდეს? რა არის ეს ელემენტები რაც აუცილებლად ბრიფში უნდა იყოს? ამას იმიტომ ვკითხულობ რომ ეხლა შეიძლება ბევრს კონდეს ეგა რომ აი ხო სწორი ბრიფი მინდა რა უნდა მოითხოვოს იმისთვის რომ სწორი ბრიფი მიიღოს? აი შენ რას მოითხოვდი? ხო აი მაგალითად მოდი უფრო აი რაღაც იმას რომ თხოვენ თქვათ ზოგადად კომპანიაში სხვადასხვა პროდუქტზე მუშაობ ეს იქნება გადახდები თქვათ რაღაცა რისკ
ჯგუფი, აი ავტორიზაცია, რეგისტრაციას შემდეგ და სხვადასხვანაირი მოკლედ ტასკები, დავალებები შემომდის. ხო და ზოგჯერ არის ხოლმე რომ ძალიან, როგორ თქვა, ძალიან მოკლედ მაწვდიან ხოლმე ინფორმაციას და ცოტა, როგორ თქვა, მეტი მჭირდება ხოლმე, ხო, აი მაგალითად, აი თუნდაც დიზაინერის კუთხით, რომ აი რამდენად ტევადია ტექსტი. ანუ რამდენად ტექნიკური ინფორმაცია დამჭირდება. Როგორი ტიპის მომხმარებელს ვაწვდით, ანუ რა უნდა იცოდეს პირველ რიგში მომხმარებელმა და რა არ უნდა იცოდეს. ანუ რა შეგვიძლია მივაწოდოთ და რა არ შეგვიძლია მივაწოდოთ. რომელი, როგორ თქვა, მოდი ბჭყალებში ვიტყვი, მათრიგებელი, ის უნდა იყოს ღილაკი. და ნუ აი ძალიან ისეთი წვრილმანებია, რომელიც აი საჭიროა რომ იცოდე, რომ მე მარტივად შეასრულო, ასე ვთქვათ, ეს დავალება. ანუ გარდა იმისა, რომ რა არის ახლა, ნუ ბრიფში. კი, ახლა ზოგადად შეიძლება იცოდე, მაგრამ კი, ოფერს თუ რაღაცას, ამის გარდა ის კონკრეტული დეტალები, რაც კი ბატონო, ხო. იგივე ვთქვათ, ტექნიკური შეზღუდვების. კი, გარდა შინაარსეული ამ დეტალებისა, ტექნიკური დეტალებიც აუცილებლად უნდა იცოდე. დრო ყოფილად გას. ხო, ეგ პრინციპში ძალიან ის არის რა. ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც შენ მართლაც აი იგივე UX თემაში განსაკუთრებით ალბათ, ხო, სადაც ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, რომელიც შინაარსობრივ მხარეს შეიძლება სცდებოდეს, ხო? შეიძლება სცდება. თან შეიძლება რაღაცა ტექსტი ჩამოაყალიბო, მან კიდე ერთი გამოწვევები აქვს ხოლმე copywriters, როდესაც რაღაცა გუნდში მუშაობ და რაღაც კონკრეტული კამპანია ან თუნდაც UX-ის კუთხით რაღაც პატარა ტექსტიც მუშაობ, ანუ ყველა ვარიანტში რაღაცა ვერსიებს, ვარიანტებს წერ. და შემდეგ უკვე გუნდთან ერთად მიმოიხილავენ ამ ვერსიებს და იქიდან ერთს ირჩევენ და ეგ პროცესი ცოტა ხანგრძლივია ხოლმე და ცოტა მოთმინების უნარიც და ასე ვთქვათ, ცოტა ის იმის გჭირდება რა, ყველა ვარიანტში და საკმაოდ ისეთია რა, ანუ ბევრი ვარიანტი დამიწერია, აი დიჯიტალთან მუშაობის დროს მაგალითად, ასევე თავიდან კოპის რო ქმნია, იმიტომ რომ ხა დიჯიტალმა ზუსტად იცის როგორ მიაწოდოს მომხმარებელს ეს ინფორმაცია და შესაბამისად ამ ფორმულირების კუთხით სწორად უნდა წერო, ანუ სწორი ფორმულირება უნდა შექმნა. ტექსტის, ეგეც რაღაცა პატარა გამოწვევა იყო თავიდან, ჩემთვის მე ვამბობ დასაბამიდან და მე რა თქმა უნდა უკვე ხა გამოცდილება რო გაქვს და უკვე დიდი ხანია მუშაობ კომპანიაში, ეგ თავისით უკვე რაღაცნაირად მოდი როგორც წყალივით მიდის რა. ხო, ლაპარაკს თავიდან საჭიროა რომ რაღაცები გამოკვეთოს და სწორად დაალაგოს რაღაცა იქ სიტყვების სინტაქსი, რაღაცა დეტალები, დიქცია, ხო, ზუსტად. მე ნელ-ნელა უკვე ბრენდიც იწყებს ესე ლაპარაკს კი ბატონო. ძალიან საინტერესო პროცესია ეგ არა თან შენ მართლაც იგივე აპლიკაციის პროექტში რო იყავი ჩართული მართლაც ნოლიდან დაიწყო ხო ეს ყველაფერი და იგივე მე ეს რო გადმოვიდა ვებზეც რო აპლიკაციის და ვების ენები რო დაახლოვდეს ერთმანეთთან ეგეც რაღაცა პირველი ნაბიჯების გადადგმა იყო რა ძალიან საინტერესო პროცესია ხო ძალიან საინტერესო პროცესი იყო იმიტომ რომ ჯერ აპლიკაციიდან დაიწყო ასე ვთქვათ ეს როგორ თქვა ანუ ჩამოყალიბება ამ ენის და ყველაფრის და მე უკვე ნელ-ნელა დავიწყეთ იმაზე ფიქრი რომ უკვე ვებზეც და მობილურის მხარესაც საჭიროა ამ იგივე ენის გადმოტანა და რაღაც გაერთიანება ასე ვთქვათ რომ ერთი პროდუქტივით მივაწოდოთ მომხმარებელს ცალკე კიდე ხო ტერმინოლოგიით ტონით და მთელი ამ შეფუთვით კი ბატონო კაი კიდე ერთი პროფესია ახსენე შენ SEO copywriting-ი ხო ეგეც რო გითხრა აუხსნათ ჩვენს მსმენელებს ზუსტად რა არის და რას მოიცავს ანუ ძირითადად მოიცავს აი საძიებო სისტემებზე ანუ როდესაც აი ვთქვათ რომ Google-აო ესე ვთქვათ ჭყალებში ვიტყვი ანუ რაღაც საძიებო სისტემაში ნებისმიერ სიტყვას რო ჩაწერ და იმის მიხედვით აგდებს რაღაც კონკრეტულ საიტებს ხო რაც გინდა საიდანაც გინდა ინფორმაციის მიღება შენ ამ ტექსტებზე ამუშაობ ზუსტად ამ ეგრეთ წოდებულ keyword-ებს გასაღებ სიტყვებს ასე ვთქვათ ქართულად რომ ანუ ისე უნდა დაამუშაო რომ იმ საიტზე რომელზეც კონკრეტულად აკეთებ ამ სამუშაოს ხშირ შემთხვევაში პირველ რიგში ეგ საიტი ამოაგდოს ან ზუსტად ისეთი keyword-ები მაარჩიო რომელიც ზუსტად ამ საიტზე მიუთითებს და ხო ეგეც ალბათ ისეთი გამოწვევებით სავსე სამუშაოა და ნუ
და ალბათ საინტერესო კიდევაც. ახლა ვერ ვიტყვი რომ სიმართლე გითხრა, ანუ ამ კუთხით დიდი გამოცდილება არ მაქვს, თუმცა ვინც ჩართულია ძალიან კარგად იცის, ხო, საინტერესო პროფესია. მე რა კითხვა მიჩნდება, იცი და ეს თითქოს ყველა ეპიზოდში ამაზე ვლაპარაკოთ ხოლმე AI-ის როლი. ანუ ნუ ხატრუმწერლობაში არა, რა თქმა უნდა, თუმცა იქაც დაიწყო რაღაცების წერა ხელოვნურმა ინტელექტმა. აი განსაკუთრებით ისეთ ტექსტებში და ისეთ copywriting-ში, რომელიც აი იგივე ეს რაზეც ვსაუბრობთ ახლა, ხო? ეს SEO რაც არის. ეგ არის თუ არა შენი აზრით შანსი, რომ ეგ ყველაფერი ავტომატიზირებული გახდეს და AI-მ სრულად აიღოს თავის თავზე ამის კეთება. ან თუნდაც UX copywriting-ის. ახლა გეტყვი, მე ჩემ აზრს ვიტყვი, იმიტომ რომ ხო, ხა. ვინ როგორ ჯერ ესე ჩამოყალიბებულს არავინ არ ვიცით. ხელოვნურ ინტელექტს რაც შეეხება, უკვე შემოსულია ყველასთან, ყველა პროფესიაში ფაქტობრივად და რა თქმა უნდა უკვე ნელ-ნელა შემოდის ეს რაღაცა, როგორ თქვა, შიში იმისა, რომ შეიძლება ჩაანაცვლოს რაღაც კონკრეტული პროფესია მთლიანობაში. ჩემი აზრით ეს ესე არ არის. კი ძალიან გვეხმარება. ანუ რაღაც კონკრეტულ დავალებას რო აძლევ, თითქოს ზუსტად ისე პასუხობს. თუმცა, როგორ თქვა, მაინც აი ბოლომდე მომცავი არ არის. ჯერ ვითარდება განვითარების პროცესშია და ჯერჯერობით შეიძლება ვერ აყალიბებს ზუსტ ისეთ ინფორმაციას გაწვდის, მაგრამ აი ზუსტ ფორმულირებას ვერ აძლევთ. ხო, ნუ ეგ რა თქმა უნდა, ახლა თან ქართულ ენაზე მithumetes ცოტა უჭირჭია, ხო? სხვათაშორის მე Cloud-ის ვიყენებ ხშირ შემთხვევაში და ეგ ყველაზე გამართულად წერს ქართულად. თუმცა ხო, რა თქმა უნდა, ჯერ განვითარების სტადიაშია და ბოლომდე ვერ ვიტყვით. მე მგონია, რომ ზოგადად ხელოვნურ ინტელექტს ეგეთი ტიპის პროფესიებში, თუნდაც copywriting-ში ან digital marketing-ში ან ეგეთი ტიპის პროფესიებში, აი მონათესავეში და ზოგადად ალბათ ყველა უნდა მიუდგეს ისე, რომ ეს არის დამხმარე, ან ეს არის ასისტენტი და არა ის, რომ აი ბოლომდე გააკეთოს რაღაცა ავტომატიზაცია ამ ყველაფრის რა და თუ მასე გავუყვებით, ჩემი აზრით, ანუ არ იქნება იმ საშიშროება, რომ ამ ხელოვნურმა ინტელექტმა ბოლომდე მოიცვას ეს პროფესიები. ოკეი, ხო, არა, ეგ გასაგებია ხლა, თუნდაც წერის დროს თქვათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ან იგივე თქვათ ხატვის დროს იქნება თუ სხვა შემოქმედებითი პროცესში, ეს უფრო არის რაღაც იმპულსის მომცემი, რომ აი რაღაცაზე გაგიყვანოს. ან რაღაცაზე, ნუ რომელიც მე შენ უნდა დახვეწო და შენ უნდა მიიყვანოს საბოლოო. ამ შემთხვევაში ზუსტად ეგრე გვეხმარება, ხა, copywriter-ებს, მაგალითად ეგრე გვეხმარება, რომ რაღაცა კონკრეტულ, უფრო კონკრეტულ დავალებას აძლევ, იმიტომ რომ კონკრეტულ პასუხს გაწვდის, ნუ მაქსიმალურად როგორც შეუძლია და რა თქმა უნდა გეხმარება, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება ისეთი რაღაცა მოგაწვევს, რაც არ გიფიქრია იმ მომენტში და უცბად გამოჩნდება და იმ მიმართულებით დაგაწყებინოს ფიქრი. მაგკუთხით რა თქმა უნდა ძალიან სასარგებლოა. ეგ კი, მაგაში გეთახმები 100%-ით, მე კითხვას რასაც ვამეგარი, უფრო აი ისეთი copywriting-ი, რომელიც მხოლოდ ტექნიკური არის. აი SEO მაგალითად, არ ვიცი, შეიძლება მე ვწდები, მაგრამ არის თუ არა შემოქმედებითობა SEO copywriting-ში? ალბათ არის. ხო, არა, როგორ არ არის, რასაკვირველია არის, იმიტომ რომ ისეთი ტექსტი უნდა შეარჩიო, რომ ხვდებოდე იმ საიტს რამდენად, როგორ თქვა, სწორედ ამოაგდებს რა, თქვათ, სწორი სიტყვების შერჩევა, რაღაც შეიძლება კრეატივიც დაგჭირდეს, აი, ან ისეთი ტიპის მარტო ერთ სიტყვა კი არა, რამდენიმე სიტყვა შეარჩიო, რომელიც აი კომბინაციაში მოგცემს ზუსტად შედეგს. ხო, და ეგ მოკლედ მარტო data driven ინფორმაცია არ არის, ხო, ასე გამოდის, ხო? ანუ არ ვიცი, ეს არის ჩემი აზრი, შეიძლება სხვაებმა თვითონ ვინც კონკრეტულად SEO-თი არის დაკავებული, იმან შეიძლება სხვანაირი პასუხი გააქცეს, არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით რომ თუ მეყოლებმა ასეთ რესპონს მაგასაც ვკითხავ მაგრამ აუცილებლად კი. საინტერესო არის, ხო? იმიტომ რომ ხო, ნუ სულ არის ეს ისა, ხო, ეს რაღაც შფოთვა ალბათ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი, მაგრამ ის კითხვები რომ აი რაღაცა რავი AI რაღაცებს რო დაიგებს თავის თავზე რა. რაც მე ვთვლი რომ ოკეი არის, იმიტომ რომ ნუ ეგ არ ნიშნავს იმას რომ მე ის ადამიანები რაღაც პროფესიები პერიოდულად ისტორიაში უქმდებოდა ხოლმე, ხო, მაგრამ მე ადამიანის რესურსი და ადამიანის შემოქმედებითობა ის არის რომ მე ახალ რაღაცებს ვიგონებ და ახალ რაღაცებს გავდივართ, ხო და ის საქმე რომელიც ტექნიკური გასაკეთებელი იყო, მაგაზე დროს აღარ ვხარჯავთ. კი, ნუ ხა ძალიან ისეთი ალბათ მარტივი რაღაცები, რაც აი ყოველდღიურობაში მაინც ჩვენ გვიწევს ჯერჯერობით კეთება, შეიძლება ეგეთ რაღაცები, თქვათ, ამან გადაიღოს ამ ხელოვნურმა ინტელექტმა, მაგრამ აი შემოქმედებითობის ამბავში მგონია, რომ
მაინც ჩვენ ვიქნებით მოწინავე და იმედი მაქვს მასეც. კი, არა, იქ ხოდა ვილთმასე იქნება. კი. ამით შეგვიძლია ჩვენ დავასრულოთ კიდევ ჩვენი დღევანდელი საუბარი. ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა ვინც გვისმენდით და გვიყურებდით. AFP-ის პოდკასტში ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ეხება სამსახურს. ახლა